ამინდით და კულტურის ამბებით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. პირველად ოსკარის ისტორიაში ქართველი რეჟისორის ფილმი ნომინანტთა სიაში მოხვდა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში. ზაზა ურუშაძის მანდარინები წარდგენილი ესტონეთის მიერ. რუსული ლევიათანი, ოქროს გლობუსის ფავორიტი პოლონური იდა, არგენტინული ველური ისტორიები და მავრიტანული ტიმბუქტუ. ფილმის რეჟისორი თბილისში დღეს დილით დაბრუნდა. მას აეროპორტში მანდარინებით დახვდნენ. შორენა კოპალეიშვილის რეპორტაჟი. ოსკარზე წარდგენით გამოწვეულ სიხარულს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მანდარინებით ხელში ყველას უზიარებენ. ნანახი გაქვთ მანდარინები? კი, მანდარინები ნანახი მაქვს, ძალიან მაგარი ფილმია, მიხარია რომ წარდგენილია ოსკარზე და მოუწოდებ ყველას რომ ესეთი მხარდაჭერა გამოხატონ. ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიიდან რეჟისორის ჩამოფრენამდე აეროპორტი მანდარინებით ხელში მხარდამჭერთა არმიამ მოიცვა. ზაზა ურუშაძის გამოჩენას ფილმის ერთ-ერთი გმირიც მოუთმენლად ელის. მხარდასაჭერ აქციას ხანმოკლე ლოდინის შემდეგ რეჟისორით შემოუერთდა. მართალია ესტონეთის სახელით, მაგრამ მანდარინების წარმატებას ქართველი რეჟისორი ქართული კინოს აღიარებად მიიჩნევს. მე რა ესტონეთმა წარადგინა, იმიტომ რომ მეტი დაფინანსება ქონდა. ეს იგივენად ქართული კინოა, ქართული რეჟისორი და მე ვარ რეჟისორი ქართული და სცენარისტი და ქართული სახელით თამაშობენ და ქართული ისტორიაა და საქართველოშია გადაღებული. ისტორია 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. დღეს ფილმის გმირები წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოდ კინოსურათის მთავარ გზავნილს მიიჩნევენ. ეს იმდენად რაღაც ჩემთვის ასოციაციურად თქვა, სადაც და ძალიან გამჭვირვალედ რაღაცნაირად ზღაპრულად თითქოს მოყოლილი ომი არის ომის გარეშე. გლობუსის და ახლა უკვე ოსკარის ნომინაციის შემდეგ ყველა თანხმდება, რომ ეს ფაქტი ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის საეტაპოა. სხვენია თქვა, რომ 4 მილიონი, კარგი 5 მილიონი ლარია გამოყოფილი მთელ ქართულ კინო წარმოებაზე. რომ მეკითხებია, მე ვერ პასუხობ რა. და ბევრს კი არ ვეთხოვთ, 15 მილიონი დათვლილი აქვს, რომ გაიზარდოს. გადასარავთქიმო ყველაფერი ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი და რადგანაც მე მივახციე და გავხდი უკვე ნომინანტი რაღაცა, ასევე შეუძლია სხვებსაც. დაფინანსების გაზრდა პირველ რიგში საჭირო, როდესაც ასეთ დიდ წარმატებას აღწევ, მთელი ფოკუსი მთელი ქვეყნის უნდა იყოს სწორედ აი ამ ინდუსტრიაზე. ჯერჯერობით გვიჭირს და არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ის მაქსიმუმი ჩავდოთ ხელოვნებაში, რაც ეკადრება. მიუხედავად ამისა, 1 და 2 ფილმი, რომელიც ფინანსდება ბოლომდე, ის იპყრობს მსოფლიო ეკრანებს. 5 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის აღიარებს თუ არა მანდარინებს საუკეთესოდ ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება 22 თებერვალს გახდება ცნობილი. ეს ფილმი არის ნათელი მაგალითის ადამიანობის რა. აი ეს არის ჩვენი რეცეპტი და ჩვენი ვეღარ ვიცახი ვეღარ არის.